როგორც ცხოვრობს 87 წლის სოციალურად დაუცველი ნაზი დედაბრიშვილი, რომლის საარსებო მინიმუმი 170 ლარია. ცხოვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ პატარა ოთახში, ქსოვასა და ფიქრში გატარებული საღამოები, შვილიშვილების მოლოდინი და ოცნება, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდება. სოციალურად დაუცველის ერთი დღე ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. 87 წლის ნაზი დედაბრიშვილი ყალთოს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობს. მისი ყოველთვიური შემოსავალი პენსიისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების სახით თითქმის 170 ლარია. ნაზი ბებო ამბობს, რომ მისი სახლი ერთ-ერთ პოკერ კლუბს გირაოს სახით გადაეცა და მას შემდეგ მისი თავშესაფარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთი პატარა ოთახია. შვილები კი მყვანან, მაგრამ რაკრან ისინიც უკვე პენსიაზე არიან. შვილები ჰყავთ, შვილიშვილები ჰყავთ რამე და ვარჯემდა რასამ საქმიანობ არაფერს. აი ეს გამაქვს თავი რა, ერთი ქალი ვარ და მაინც მადლობა უფალს რომ თავს ვიცენ. ქალბატონი ნაზი დროის უმეტეს ნაწილს ფიქრსა და ქსოვაში ატარებს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად ადევნებს თვალს. მარტოხელა მოხუცი საკუთარ მარტოობაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობს და ასაკის მიუხედავად ოცნებობს კიდეც. ჩემი სურვილი ის არის, რომ აი საქართველო ფეხზე დადგეს, გამთლიანდეს, ქართველიერი არ გადაჯიშდეს შვილი. აი მართლა გეუბნები, ისე გული მწყდება ხოლმე რომ იტყვიან ხოლმე რომ აი ის რა ვიცით ასე აი საქართველო მართლა საჯიჯგნი იყო იმ თავიდან ამ თავამდე. აბა რა არის? მუდმივად შვილებისა და შვილიშვილების მოლოდინში მყოფი მოხუცი მაინც არ წუწუნებს. ის მადლობელია, რომ სახელმწიფომ იზრუნა მასზე და ცხოვრება ღია ცის ქვეშ არ უწევს.